მეგონა უბრალოდ რთული ურთიერთობა მქონდა. ისეთი, როგორცაც ბევრი ქალი ითმენს და ხმას არ იღებს. დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რომ ძალადობაში ვცხოვრობდი. მისი სიტყვები დღემდე მახსოვს, მეუბნებოდა არაფერში ვარ გიხარ. შენ ნაირს ვინ აიტანს? ჩუმად იყავი, როცა მე ვლაპარაკობ. შენს გარეშე არაფერი დამაკლდება, შენ კი ჩემს გარეშე დაიკარგები. თავიდან ვბრაზდებოდი, მერე ვტიროდი, ბოლოს კი ჩუმად უსმენდი. არავინ ხედავდა ჩემს შინაგან იარას და ვერავინ ატყობდა, როგორ შეიძლება სიტყვებითაც გაგანადგურონ. საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ მძიმე სოციალურ რეალობად რჩება. იგი სხვადასხვა გარემოში ვლინდება: ოჯახში, საზოგადოებაში და ციფრულ სივრცეში. ძალადობა ხშირად არ იწყება ფიზიკური აგრესიით, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლით. მისი მიზანია ქალის დაქვემდებარება, დამცირება და თავისუფლების შეზღუდვა. თავიდან სიტყვებით დაიწყო: დამცირება, ყვირილი, შეურაცხყოფა. მერე უკვე ხელითაც შემეხო. თავსაც აღარ იმართლებდა, მეუბნებოდა, რომ ეს ჩემი ბრალი იყო, რომ მე ვაიძულებდი ასე მოქცეულიყო. ხშირად ამბობენ, თუ ძალადობს, რატომ არ წამოხვედი, მაგრამ საწავიდე, როგორ ვიცხოვრო, შვილებს რა ვაჭამო. მეუბნებოდა, ჩემს გარეშე ვერ გაძლებ და ნელ-ნელა თვითონაც დავიჯერე. არსებობს შემთხვევები, როდესაც ძალადობა თვალსაჩინოა, მაგრამ რეაგირება მაინც ვერ უზრუნველყოფს დაცვას. მისი ქცევა არის აგრესიული და არაპროგნოზირებადი. ვერ გააგებინებ, რომ სჭირდება ექიმი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, არ მკურნალობს. სახლში მუდმივი დაძაბულობაა. ბავშვებიც კი იმალებიან, როდესაც ხედავენ, რომ მოდის. პოლიციასაც ვიძახებ, თუმცა არაფერი იცვლება. ორდერი არსებობს, მაგრამ არ აკონტროლებენ. არც ხვისი იმედი გაქვს. მეზობლებსაც ეშინიათ. ოჯახი გეუბნება მოითმინე და ბოლოს რჩები მარტო. ეს ისტორიები უამრავი ქალის ყოველდღიური რეალობაა. ისინი გვაჩვენებენ, რამდენად რთულია ამ რეალობიდან ამოსვლა მაშინ, როდესაც მხარდაჭერა არასაკმარისია. ხოლო რეაგირება ფორმალურია. ქალი დაცულია მაშინ, როდესაც არსებობს რეაგირება როგორც საზოგადოებაში, ასევე სისტემის დონეზე. ფონდის სოხუმი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს ქალთა მხარდაჭერისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ქმნის სივრცეებს, სადაც ქალებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, კონსულტაცია და მხარდაჭერა, ასევე მიიღონ დახმარება საჭირო სერვისებთან დაკავშირებით.